მოგესალმებით. ევროკავშირი უკვე დიდი ხანია დაშორდა იმ ღირებულებებს, რომლის გარშემოს ორგანიზაცია შეიქმნა და რომელსაც ყველა სხვას თავს ახვევდნენ ხოლმე. დემოკრატია, სიტყვის, მედიისა და გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, თავისუფალი მედია. ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. დღეს ევროკავშირი და ევროკავშირის სტრუქტურები სრულად იმართება Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის მიერ. ევროკავშირი გლობალისტური და ნეოლიბერალური პოლიტიკური პროექტია, ზესახელმწიფოებრივი და ზეეროვნული სტრუქტურებით. შესაბამისად, ევროკრატებისა და ევროპელი ბიუროკრატებისთვის მთავარი არის არა ამომრჩევლისა და მოსახლეობის ინტერესი, არამედ Deep State-ის დაკვეთების შესრულება. ასეც ხდება, მაგრამ მაინც რჩება ერთი საყრდენი, რაც ჯერჯერობით მაინც ევროკავშირში ევრობიუროკრატიის დიქტატურის საბოლოო გაფორმებას ხელს უშლის. ეს ერთი საყრდენი არის კონსენსუსის წესი. კონსენსუსის წესი ყველასთვის ცნობილია. ევროკავშირში გადაწყვეტილებები მიიღება ყველა წევრი ქვეყნის საერთო თანხმობის, ანუ კონსენსუსის შემთხვევაში. და თუ რომელიმე ქვეყანა გადაწყვეტილებას ვეტოს დაადებს, მაშინ ამ ერთი ქვეყნის ვეტოსაც კი ინიციატივის ჩაგდება შეუძლია. სწორედ ამ წესის გაუქმებას ითხოვს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. ევროპარლამენტში თავის მთავარ გამოსვლაში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოითხოვა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უარი თქვან ვეტოს უფლებაზე ევროკავშირის საბჭოში საგარეო პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას და ამას ერთსულოვნების ბორკილები უწოდა. ევროკავშირის მოქმედი წესების თანახმად ევროკავშირის საბჭოში ვეტოს უფლების გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ კავშირის ყველა ქვეყნის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. ვეტოს უფლების უარყოფა მნიშვნელოვნად გააფართოვებს ევროკომისიის შესაძლებლობას მიიღოს ევროპაში ყველაზე ხისტი და ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. თავის გამოსვლაში ფონ დერ ლაიენი მოწოდებას აკეთებდა ახალი ევროპის მშენებლობისკენ და აღნიშნა, რომ ევროკავშირის სამხედრო ხარჯების კონტროლი სურს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამხედრო და თავდაცვის ხარჯები ჯერჯერობით მაინც ეროვნული მთავრობების სრული სუვერენიტეტის ქვეშ რჩება. თუმცა სწორედ სამხედრო და თავდაცვის ხარჯებზე კონტროლის მოსაპოვებლად შემოიტანა ფონ დერ ლაიენმა და ევროკომისიამ თავდაცვის სფეროში სესხების საკითხი. ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპის გადაიარაღების გეგმა წარმოადგინა, რასაც ევროკავშირის მხრიდან 800 მილიარდი ევროს მობილიზება სჭირდებოდა. მაშინ ამ გეგმას ძალიან დიდი კრიტიკა მოჰყვა. ამიტომ გეგმა B ამუშავდა პირველ ეტაპზე 150 მილიარდი ევროს მობილიზების სახით. ეს 150 მილიარდი евро ევროკავშირს სესხის სახით უნდა მიიღო. მაისის ბოლოს ეს გეგმა დამტკიცდა. გეგმის მიხედვით ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სესხის აღებისას ევროკომისიას უნდა წარუდგინონ შესაბამისი გეგმა თუ რა თანხას, რა მიმართულებით დახარჯავენ. ევროკომისია კი მიიღებს ფართო კონტროლს წევრ ქვეყნებში სამხედრო წარმოებაში ინვესტიციებზე. თავდაცვის ყველა გეგმა ბრიუსელთან იქნება შესათანხმებელი. შესაბამისად, საბოლოო სიტყვაც ევროკომისიაზე, ანუ ურსულა ფონ დერ ლაიენზე იქნება დამოკიდებული. ეს არის ევროკომისიისა და ბრიუსელის მხრიდან წევრი ქვეყნებისთვის სუვერენიტეტის წართქმევის კიდევ ერთი ნაბიჯი. 150 მილიარდი ევროს ოდენობის სესხები სექტემბრის მდგომარეობით უკვე ათვისებულია და ევროკავშირის 19-მა ქვეყანამ გადაინაწილა. როგორც ჩანს, Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დაკვეთა ის არის, რომ ევროკომისიის დიქტატურა კიდევ უფრო გაძლიერდეს და ევროკომისია სრულად კურირებდეს თავდაცვის ხარჯებს. აქედან გამომდინარე, არც არის გასაკვირი თუ რატომ სურს საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე კენჭისყრისას კვალიფიციური უმრავლესობის წესის შემოღება ევროკომისიის პრეზიდენტსა და მის დამკვეთებს Deep State-ის სახით. დღეს ხომ უკრაინაში შექმნილი ვითარება და ომი იდეალური საშუალებაა Deep State-ისთვის, რომ ევროკავშირი მაქსიმალურად დასუსტდეს და შტატების ეკონომიკაზე დამოკიდებული გახდეს. Deep State-ის დავალებების შესრულება საგარეო პოლიტიკაში გადაწყვეტილებების მიღებაში ხელს უშლიან უნგრეთი, სლოვაკეთი, ხანდახან წინააღმდეგობას სწევენ იტალიელებიც, პოლონელებიც. თუ კი კონსენსუსის წესი გაქრება, მაშინ ამ რამდენიმე ქვეყნის წინააღმდეგობას აზრი დაეკარგება. შესაბამისად, ფონ დერ ლაიენსა და ევროკრატებს უფრო მეტი საშუალება ექნებათ მაქსიმალურად გაახანგრძლივონ უკრაინაში მიმდინარე ომი. რუსეთთან მაქსიმალურად მტრული პოლიტიკა აწარმოონ. აბსოლუტურად ყველა შესაძლო მოლაპარაკება ჩაშალონ, რისი შედეგიც ისევ ევროპის დასუსტება იქნება. და როგორ პოლიტიკას გაატარებს სრული ძალაუფლებით აღჭურვილი არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის იგივე Deep State-ის მართული ევროკომისია. ისევ იმავე გლობალისტურ და ნეოლიბერალურ პოლიტიკას, რომელსაც ახლა ატარებენ. არალეგალურ მიგრაციას კიდევ უფრო შეუწყობენ ხელს, მოსახლეობის ჩანაცვლების პროცესი გაძლიერდება.
ყველა, ვინც პროტესტს გამოხატავს, დაისჯება. ვინც კრიტიკული იქნება სოციალურ ქსელებში, დააპატიმრებენ. LGBT პროპაგანდა გაძლიერდება. LGBT კანონმდებლობა ყველა წევრი ქვეყნისთვის სავალდებულო გახდება. ფონ დერ ლაიენის ანტიევროპული ინიციატივების შესახებ ნახეთ ანი ნადირაშვილის სიუჟეტი. ჩვენ უნდა გადავიდეთ კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილებების მიღებაზე ზოგიერთ სფეროში, მათ შორის საგარეო პოლიტიკაში. ევროკომისიის პრეზიდენტი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს უარი თქვან ვეტოს უფლებაზე. დაივიწყონ კონსენსუსის მექანიზმი და საგარეო პოლიტიკის საკითხებში მხოლოდ მის რჩევებსა და ინსტრუქციებს მიჰყვნენ. ურსულა ფონ დერ ლაიენის არგუმენტით მხოლოდ ასე შეძლებს ბრიუსელი გადაწყვეტილებების უფრო სწრაფად მიღებას და ეფექტურ რეაგირებას. დროა გავთავისუფლდეთ ერთხმოვნების ბორკილებისგან. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი კავშირი იმოქმედებს უფრო სწრაფად და შეძლებს სარგებელი მოუტანოს ევროპელებს. ეს სკანდალური ინიციატივა მან ევროკავშირის მდგომარეობის წლიურ მიმართვაში გააჟღერა. ევროკავშირის დემოკრატიული სისტემა ბორკილებს შეადარა. არადა ლაიენის ტერმინით რომ ვთქვათ. სწორედ ეს ბორკილები, იგივე ერთხმოვანება აძლევს თითოეულ ქვეყანას შანსს დაიცვას ეროვნული პოლიტიკა, ქვეყნის სუვერენიტეტი და ხალხის ინტერესები. ყველა გადაწყვეტილება შეთანხმებული უნდა იყოს კავშირის თითოეულ წევრთან. თუ კი რომელიმე ქვეყანა მიიჩნევს, რომ მის ნაციონალურ პოლიტიკას ზიანი ადგება, შეუძლია გამოიყენოს ვეტო და მისთვის მიღებული გადაწყვეტილება დაბლოკოს. ვეტო რომ არ გამოიყენოს, ქვეყნებს შორის დგება კონსენსუსი. სწორედ კონსენსუსია ის მთავარი მექანიზმი, რომელიც გამორიცხავს რომელიმე ერთი ქვეყნის ან პოლიტიკური ჯგუფის სხვებზე დომინაციას. არავის არ აქვს სხვაზე მეტი უფლება ან პრივილეგია. ყველა თანაბარია და ერთად იღებს გადაწყვეტილებას. ერთობისთვის კი ყოველ ჯერზე იღებს კომპრომისულ, ყველასთვის მისაღებ გადაწყვეტილებას. მაგრამ ეს დემოკრატიული ფორმულა ფონ დერ ლაიენის კურატორებს არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობიდან, იგივე დიპ სტეითიდან არ მოსწონთ. ამიტომაც გამოდის მის წინააღმდეგ. არანაირი ვეტო ან კონსენსუსი, რასაც დიპ სტეითი დაუკვეთავს და ბრიუსელი იტყვის, როგორ რეკომენდაციასაც ფონ დერ ლაიენი გასცემს. რა განცხადებასაც ევრობიუროკრატია გააკეთებს, ევროპარლამენტი უბრალოდ უმრავლესობით მიიღებს. არანაირი სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესები ან ევროპელების ხმა. მართვის დემოკრატიულ სისტემას ფონ დერ ლაიენმა ბორკილები უწოდა. ხალხი სულ უფრო ღიად და ხმამაღლა გამოდის არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე დიპ სტეითის პოლიტიკის წინააღმდეგ. იქნება ეს მწვანე პოლიტიკა, უკონტროლო მიგრაცია თუ უკრაინის ომი. ისინი ძალიან ბევრნი არიან და შესაძლოა სულ მალე ჩვენი შვილიშვილები უმცირესობაში აღმოჩნდნენ. მე საერთოდ მათ სამშობლოში გავუშვებდი. ისინი სამშობლოში უნდა დარჩნენ, იმიტომ რომ სხვა მენტალიტეტი აქვთ. პროტესტი და უკმაყოფილება უკვე კავშირის ყველა ქვეყანაში გაჩნდა. ამ ფონზე ფონ დერ ლაიენს სულ უფრო მეტად უჭირს იმ დავალებების შესრულება, რასაც დიპ სტეითისგან იღებს. ევროკომისიის პრეზიდენტი არჩევითი არ არის. მას ხმას ევროპელები არ აძლევენ. ის ინიშნება. ფონ დერ ლაიენი დიპ სტეითის ერთ-ერთი წამყვანი მარიონეტია. ამიტომაც არის ორიენტირებული მის პოლიტიკაზე. გამოხატავს მის ინტერესებს. ხალხის ხმა და საჭიროებები არ აინტერესებს. და სწორედ ეს იწვევს სისტემურ კრიზისს. აქ ეჯახება ერთმანეთს ევროპელების ინტერესები და ბრიუსელის ევრობიუროკრატიის შეხედულებები. მაგალითად, უნგრეთი და სლოვაკეთი არაერთხელ გამოვიდნენ ევროკავშირის გადაწყვეტილებების, ზოგჯერ კი განცხადებების წინააღმდეგ. სლოვაკეთმა მხარი არ დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს. პრემიერი ფიცო მას ვეტოს ადებს. ამ სანქციური პაკეტის წინააღმდეგ გამოდის უნგრეთიც. მიზეზი ბრიუსელის ენერგეტიკული გეგმებია. სანქციები ევროპის ქვეყნებს რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტზე უარის თქმას აიძულებს. დედლაინად 2028 წლის 1 იანვარი სახელდება. მაგრამ სლოვაკეთის ეკონომიკა რუსულ ენერგომატარებლებზეა დამოკიდებული. პრემიერი ფიცო დედლაინის 2034 წლისთვის გადატანას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში იცის მის ქვეყანას ეკონომიკური კოლაფსი ელის. ამიტომაც ბრიუსელის ინიციატივას იდიოტურს უწოდებს. ამბობს, რომ სანქციებთან მიერთება ქვეყნისთვის ეკონომიკური თვითმკვლელობის ტოლფასია. ამ არგუმენტით ფიცო ვეტოს უფლებას გამოიყენებს. სლოვაკეთი არ დაუჭერს მხარს რუსეთის წინააღმდეგ დაგეგმილ მე-18 სასანქციო პაკეტს. თუ ევროკომისია არ შესთავაზებს რეალურ გადაწყვეტას იმ კრიზისული მდგომარეობისთვის, რომელშიც სლოვაკეთი აღმოჩნდება რუსული გაზის, ნავთობისა და ბირთვული საწვავის მიწოდების სრული შეწყვეტის შემდეგ. სლოვაკეთის პრემიერის პოზიცია როიტერს ჰედლაინად გამოაქვს, რითაც აჩვენებს, რომ ფიცო ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ანიჭებს უპირატესობას და არა ბრიუსელის პოლიტიკას. სლოვაკეთი დაბლოკავს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, თუ ისინი ეროვნულ ინტერესებს დააზიანებს, აცხადებს ფიცო. ასეთივე პოზიცია აქვს უნგრეთს. ეკონომიკის დაზიანება და საკუთარი მოქალაქეებისთვის ცხოვრების გაძვირება არც ბუდაპეშტს სურს. ისიც ვეტოს უფლებით სარგებლობს.
ჩვენ ეს გავაკეთეთ იმიტომ, რომ ევროკავშირს სურს წევრ ქვეყნებს, მათ შორის უნგრეთსა და სლოვაკეთს, აუკრძალოს იაფი-რუსული ბუნებრივი გაზისა და იაფი-რუსული ნავთობის შეძენა, როგორც ისინი აქამდე აკეთებდნენ. აღმოსავლეთ ევროპის ორი ქვეყანა ბრიუსელის ენერგეტიკულ გეგმას დღის წესრიგიდან მოხსნის, რადგანაც სხვანაირად საკუთარი ქვეყნის ეკონომიკას ვერ იცავს. ბრიუსელი მათ არც გარანტიებს სთავაზობს, არც დახმარებას და არც დედლაინის რამდენიმე წლით გადაწევას. ეროვნული ინტერესების დაცვას დანაშაულად ჩაუთვლიან, ურჩებად მონათლავენ და ბრალს პრორუსობაში დასტებენ. უნგრეთის პრემიერი არც ბრიუსელის მიერ უკრაინის საკითხზე მომზადებულ განცხადებას შეუერთდება, რითაც უარსიტყვის კიევს ფინანსური და სამხედრო დახმარება გაუწიოს. პრემიერის პოზიციას საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს. ჩვენ არ დავუჭერთ მხარს დაახლოებით 2500 მილიარდი ფორინტის ოდენობის თანხის გამოყენებას, რომელიც ევროპის გადასახადის გადამხდელებისგან არის მიღებული და უნდა მოხმარდეს მშვიდობის ფონდს. უნგრეთი არ დაუშვებს, რომ უნგრელი გადასახადის გადამხდელების ფული იარაღში წავიდეს. პრემიერი ორბანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგაც გამოდის. ესეც პრაგმატული პოზიციაა. კარგად ესმის, რომ ომით განადგურებული უკრაინის ეკონომიკა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მძიმე ტვირთად დააწვება. უკრაინას არ შეუძლია აიძულოს უნგრეთი მხარი დაუჭიროს მის ევროკავშირში გაწევრიანებას. ევროკავშირის 5 ქვეყანამ, საბერძნეთმა, იტალიამ, ესპანეთმა, საფრანგეთმა და უნგრეთმა დაბლოკეს ევროკავშირის ახალი შეზღუდვები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემაზე. ბერძნულმა ხელისუფლებამ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა, რადგანაც ახალ შეზღუდვებს კატასტროფული შედეგები ექნებოდა ტურისტული სექტორისთვის. მაგალითისთვის მოყვანილია იონიის კუნძულები, სადაც რუსი ტურისტები მრავლად არიან. დემოკრატიული პროცესი Deep State-ის მიერ მართული ევრობიუროკრატიისთვის სულ უფრო სახიფათო ხდება, სულ უფრო ხშირად იცავენ ევროკავშირის ქვეყნები საკუთარ სუვერენიტეტს. შანტაჟი და ფინანსური სანქციები აღარ მოქმედებს. უნგრეთს დაფინანსებაც შეუწყვიტეს. სანქციებიც დაადეს, მაგრამ მაინც ვერ დაიმორჩილეს. ფონ დერ ლაიენს სულ უფრო უჭირს კიევის რეჟიმისთვის ფინანსური დოტაციების შეთანხმება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება, ომის გაგრძელება, არადა Deep State-ის დღის წესრიგი სწორედ ამ საკითხებს მოიცავს. და ბრიუსელიც ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის პლატფორმად და იარაღად გამოიყენოს. გამოსავალიც მოიძებნა. თუ ურჩი ქვეყნები დაკარგავენ იურიდიულ შესაძლებლობას, გამოვიდნენ ევროკომისიის პრეზიდენტის ინიციატივების წინააღმდეგ, პოლიტიკური ვითარება ევროკავშირის შიგნით და გარეთ Deep State-ის სასარგებლოდ რადიკალურად შეიცვლება. ამიტომაც მისი ინიციატივაც რადიკალურია. წევრ ქვეყნებს ვეტოს უფლება უნდა ჩამოერთვათ. სისტემა თუ კიდევ უფრო არადემოკრატიული გახდება, ხალხი გადაწყვეტილებების მიღებაში ვერ ჩაერევა. ურჩი პოლიტიკური ლიდერები კი გავლენებს დაკარგავენ. ბრიუსელს წინააღმდეგობა აღარ შეხვდება. Deep State-ის ყველა დავალებას სწრაფად და ეფექტურად შეასრულებს. ვეტოს გაუქმებით ის საბოლოოდ იქცევა დიდ მონსტრად. საბოლოოდ გააფორმებს ძალაუფლებას და საბოლოოდ დაამარცხებს დემოკრატიას. ეს ბრძოლა ახლა არ დაწყებულა. შემთხვევითი არ არის, რომ ფონ დერ ლაიენი აქცენტს საგარეო პოლიტიკაზე აკეთებს და არა სხვა სფეროებზე. საქმე ის გახლავთ, რომ სხვა სფეროებში გადაწყვეტილების მიღების წესი უკვე დიდი ხანია შეიცვალა. 1992 წელს მაგალითად დაიდო მაასტრიხტის ხელშეკრულება. 2009 წელს გაფორმდა ლისაბონის ხელშეკრულება. ერთ შემთხვევაში ვეტო უქმდება გარემოს დაცვით რეგულაციებზე, მეორე შემთხვევაში მიგრაციულ პოლიტიკაზე. ეს ბრიუსელს საშუალებას მისცემს წევრ ქვეყნებს Deep State-ის მიერ ნაკარნახევი უკონტროლო მიგრაციის პოლიტიკა მოახვიოს. ვეტო ძალას კარგავს და უკვე უმრავლესობა წყვეტს მხარი დაუჭიროს ბრიუსელის ამ ინიციატივას თუ არა. ვეტოს უფლების დაკარგვამ ევროკავშირის ქვეყნებს რთული პრობლემები შეუქმნა. გაიზარდა კრიმინალი, უმუშევრობა, მილიონობით მიგრანტის შენახვა მძიმე ტვირთად დააწვა ეკონომიკას. 2019 წელს ევროპული მწვანე შეთანხმება ასეთივე სქემით გაფორმდა. ვეტოს ძალა არა აქვს. ფონ დერ ლაიენს მხოლოდ უმრავლესობა სჭირდება და ის ამ უმრავლესობას მიიღებს. და ეს გადაწყვეტილებაც ევროკავშირის წამყვან წევრებს სერიოზულ კრიზისამდე მიიყვანს. რადგანაც ისეთი ინდუსტრიული ქვეყნებიც კი, როგორიც არის გერმანია, იძულებული ხდება არაგანახლებადი ენერგიის მოხმარება შეამციროს და არჩევანი განახლებადი ენერგიის, ქარიმზე, ჰიდრო, ბიომასა სასარგებლოდ გააკეთოს. შედეგად მკვეთრად გაიზარდა ენერგიის ფასი. ამიტომ გერმანიაში დღეს დიდი დებატია. მწვანე ტრანზიცია საჭიროა, მაგრამ რა ფასად? ბრიუსელი უკმაყოფილებას ხედავს. ამიტომაც ფონ დერ ლაიენს 2020 წელს შემოაქვს დოკუმენტი სამართლის უზენაესობის პირობითობის მექანიზმი. დოკუმენტს აკანონებენ. მაშინ იტყვიან, რომ ეს კანონი ბიუჯეტს დაიცავს.
თუმცა პრაქტიკაში ის ურჩების დასჯის პოლიტიკური ბერკეტი ხდება. ახალი რეგულაციები საკმაოდ ზოგად დებულებებს შეიცავს. ასე რომ ფონ დერ ლაიენი გამომძიებელიც ხდება. უკვე ის ადგენს, იცავენ წევრი ქვეყნები ბრიუსელის რეგულაციებსა და წესებს თუ არა. ვინც მაგალითად მიგრაციის საერთო პოლიტიკას არღვევს, მათ დაფინანსების შეჩერებით ან ევროკავშირის ინსტიტუტებში იზოლაციით ემუქრებიან. მაგალითად 2022 წელს უნგრეთი ღიად განაცხადებს, რომ უკრაინისთვის განკუთვნილ იარაღს თავის ტერიტორიაზე არ გაატარებს. ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. გამოცემა About Hungary წერს, რომ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ორბანმა ზელენსკის არც ერთი პირობა არ შეასრულა. უკრაინის პრეზიდენტმა უნგრეთსა და პრემიერ-მინისტრ ორბანს ორი რამ სთხოვა. პირველი, მხარი დაეჭირათ სანქციების ენერგეტიკულ სექტორზე გავრცელებისთვის და უნგრეთს შეეწყვიტა რუსეთისგან ნავთობისა და გაზის ყიდვა. მეორე, უნგრეთს უნდა დაეშვა იარაღის გადაზიდვა და თვითონაც გაეგზავნა იარაღი უკრაინისთვის. თუმცა პრემიერ-მინისტრმა ორბანმა ორივე მოთხოვნა უარყო, რადგან ისინი ეწინააღმდეგება უნგრეთის ინტერესებს. მისი თქმით, უნგრეთს სურს დარჩეს ამ ომის მიღმა, ამიტომაც არ დაუშვებს იარაღისა და საბრძოლო საშუალებების უკრაინაში გადატანას. და აი ზუსტად მაშინ ფონ დერ ლაიენმა დაინახა, რომ უნგრელი ხალხი თავისუფლად ვერც უმთქავს. ქვეყანაში კორუფციაა, სასამართლო სისტემა პოლიტიზირებული. ამიტომაც ბუდაპეშტს 6.3 მილიარდი ევროს დაფინანსებას შეუჩერებს. პოლონეთის 75 მილიარდი ევროთი დააჯარიმეს. ომის დროს კონფლიქტი ვარშავასაც ჰქონდა კიევთან. ქვეყანაში ფერმერების დიდი საპროტესტო აქციები დაიწყო. 2024 წელს, როცა Deep State-ის მხარდაჭერილი ფონ დერ ლაიენი მეორე ვადით აირჩიეს, მან ჯერ ევრობიუროკრატიაში გაიმყარა პოზიციები. ყველა, ვინც მას აკრიტიკებდა, განსხვავებულ მოსაზრებებს გამოთქვამდა, ან მხარს არ უჭერდა, პოზიციები დაათმობინა. როცა მან საზოგადოებას წარუდგინა 26 კომისარი და მათი როლები, ერთი რამ მაშინვე გახდა ნათელი. მას ეკნებოდა შეუზღუდავი კონტროლი ევროკავშირის პოლიტიკაზე. მან ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ქვეყანას მისცა დიდი ტიტული, მაგრამ მცირე პასუხისმგებლობა. თავისი მეგობრები წამყვან პოზიციებზე წამოწია და ყველაზე ძლიერი პორტფელები გაანეიტრალა. ისინი გაყო და რამდენიმე ადამიანს გადაუნაწილა. Deep State-ის ბრძოლა გავლენებისთვის გრძელდება. მწვანე პოლიტიკა და უკონტროლო მიგრაცია პირველი ნაბიჯია. Deep State-ის სერიოზული კრიზისების შექმნას ახერხებს. წამყვან სახელმწიფოებს ეკონომიკურად ასუსტებს და მათზე სრულ კონტროლს აწესებს. ამ ფონზე კი ფონ დერ ლაიენი ამაყად დგას და წევრ ქვეყნებს მოუწოდებს უკვე საგარეო პოლიტიკაში დათმონ ვეტო. თუმცა ფონ დერ ლაიენის თავის ტკივილი მხოლოდ ვეტო და კონსენსუსი არ არის. ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ახალ ძალებს მემარჯვენე ძალები იკრებენ. ევროპარლამენტის არჩევნებში მათ საკუთარი ძალა უკვე აჩვენეს. ეროვნულ არჩევნებშიც იმარჯვებენ. ფონ დერ ლაიენს გადადგომას ურჩევენ. კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ. და რაც უფრო ხმამაღლა ისმის მათი ხმა, მით უფრო მკაცრი ხდება Deep State-ის მიერ მართული ევრობიუროკრატიის რეაქცია. იქ დემოკრატიული ინსტიტუტები უკვე აღარ არსებობს. პრობლემები ძალიან ბევრია. ლაიენი კი უფრო მეტ კონტროლს და ძალაუფლებას ითხოვს. ახლა როგორც ჩანს, ბრიუსელი დაადგენს ვინ რას იმსახურებს. ასეთივე მიდგომები აქვთ სტატუსის მქონე ქვეყნების მიმართაც. საქართველოში ბრიუსელს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება არ მოსწონს და რადიკალიზმს აფინანსებს. ქართული ოცნება Deep State-ის დავალებებს არ ასრულებს. ამიტომაც ფონ დერ ლაიენს მის დასჯას ავალებენ. ევროკომისარი ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტით გვემუქრება. დაუსჯელობა Deep State-ისთვის ის პრეცედენტია, რომელიც შესაძლოა სხვებისთვის მაგალითი გახდეს. ამიტომაც თუ კი ის წევრ ქვეყნებს საგარეო საკითხებშიც ჩამოართმევს ვეტოს უფლებას, მაშინ არავის თანხმობა საჭირო აღარ იქნება. ფონ დერ ლაიენი ურჩი ქვეყნების დასასჯელად ყოველთვის მზად იქნება. ურსულა ფონ დერ ლაიენი არის ისეთი მარიონეტის სიმბოლო, რომელსაც ყველაფერი ეპატიება. მთავარია Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დავალებებს ასრულებდეს. მას არც Pfizer-Gate-ის სკანდალზე მოეკითხება პასუხი, არც გერმანიის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში საეჭვო ფინანსებზე და არც ევროკავშირის დღევანდელ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ერთ უნდობლობის ვოტუმს ფონ დერ ლაიენი უკვე გადაურჩა. ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის მეორედ გამოცხადების საკითხზე დებატები 6-9 ოქტომბრის პლენარულ სხდომებზე არის დაგეგმილი ევროპარლამენტში. საინტერესო დეტალია, რომ ფონ დერ ლაიენმა შეძლო და ევროპარლამენტის ორი პოლიტიკური ჯგუფისგან დაიმსახურა ასეთი ინიციატივა, რაც უპრეცედენტოა. საუბარია მემარცხენეების პოლიტიკურ ჯგუფსა და მემარჯვენეების ევროპის პატრიოტების ინიციატივაზე. ვნახოთ რა მოხდება, თუმცა ფონ დერ ლაიენი ევროპის დასუსტებისა და Deep State-ისთვის დამორჩილების გეგმას თავს რომ არ დაანებებს, ეს ფაქტია. მე იოანე შაეშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.